გამარჯობთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნეველის ეზოთერიულ ტაროლოგიურ გვერდზე. დღეს ძალიან საინტერესო თემის განხილვა გვექნება. არსებული ვიდეო არის კონკრეტულად მათთვის, ვისაც უჩვენებს სულის მისია. ყველა ადამიანს, როდესაც იბადება, გარკვეული სახის თავისი მისია გააჩნია. შესაბამისად, ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. კარგია პირობითად სასიყვარულო თემები, ფინანსური თემები, მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ არანაკლებ საჭირო არის კონკრეტულად სულიერი სიტუაციები და სულიერი თემები. ხო, შესაბამისად, დღეს ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით გვექნება სიტუაცია. მას შესადამე, მოდით ვნახოთ კონკრეტულად რა არის თქვენი სულის მისია. ვარიანტების რაოდენობა იქნება 2 ვარიანტი, შესაბამისად, გააკეთეთ არჩევანი. ამ ვიდეოს, როდესაც ნახავთ, იმ დროიდან არის აქტიური. რა არის თქვენი სულის მისია? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. რამდენად კარგად ამუშავებთ არსებულ სულის მისიას? რა გჭირდებათ დამატებით რომ გააკეთოთ? და რა თქმა უნდა, სპეციალური ორაკულის საშუალებით ნახოთ დამატებით რჩევა თქვენთვის არსებულ სიტუაციაში, რაც იქნება. რჩევა თქვენთვის ორაკულის საშუალებით. მას შესადამე, შეხედეთ კარტებს, დაფიქრდით, გააკეთეთ არჩევანი, ვინც ვერ მოასწრო, შეუძლია დააპაუზოს, დავიწყებ პირველი ვარიანტით. თქვენი სულის მისია პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. არსებული ვარიანტის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ მუდმივად იყოთ კომუნიკაციის სიტუაციებში, მუდმივად იყოთ საქმიანობის თემაში ჩართული და გამყარების პოზიცია. ეს იქნება როგორც ოჯახის წევრები, იქნება სანათესაო, ანუ თითქოს შენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ გაერთიანება გააკეთო გარკვეული სახის საზოგადოების, სანათესაო, სიახლობლების, ანუ შენ ფაქტიურად ხარ ადამიანი, რომელიც სიტუაციურად საჭიროებს გარკვეული სახის დიპლომატიური საკითხების მოგვარებას. ჯერ პირველ რიგში საკუთარ თავთან მიმართებაში უნდა დაალაგო არსებული თემები, რაც გჭირდება, რაც შენთვის მნიშვნელოვანი არის, რაც შენთვის საჭირო არის, სასარგებლო არის და შემდეგ უკვე შეძლო სხვა ადამიანებისთვის დახმარების მომენტი. რეალურად ამ მომენტისთვის შენ უნდა შეძლო ის, რაც შეიძლება შენ წინაპრებს ვერ გაიკეთებინა, ის, რაც შენმა მშობლებმა პირობითად შენმა წინამდებარე წინაპრებმა ვერ შეძლეს. ხო, ანუ ამ პერიოდში და ამ სიტუაციებში შენ გაქვს მისია სანათესაოს გაერთიანება, საახლობლოს გაერთიანება, შეკვრა სიტუაციების და შთამომავლობის უფრო მეტად გაძლიერება და გვერდში დგომა. არ აქვს მნიშვნელობა გათხოვილი ხარ დანიშნული შვილი გყავს არ გყავს. მნიშვნელოვანი მისიაში, როგორც ასეთი ამოდის მუდმივი აქტიურობა და გარდა სხვების დახმარებისა საკუთარი თავისთვის ცხოვრება. სიამოვნების კუთხით უნდა იყო უფრო მეტად საკუთარ თავზე, უფრო მეტად უნდა შეიყვარო საკუთარი თავი და დააფასო. ზოგადად არსებული სიტუაციის კუთხით ხო რამდენად კარგად ამუშავებ ამ ყველაფერს. ნახე, ემოციური კუთხით შეძლების დაგვარად შეიძლება ითქვას, რომ კი, მაგრამ უფრო მეტი მუშაობა გჭირდება, უფრო მეტი გამბედაობა, უფრო მეტი ჩართულობა, იმაზე უფრო მეტი შეგიძლია, ვიდრე ამ მომენტისთვის შესაძლებელი არის აკეთებდე. რეალურად პოტენციალი საკმაოდ დიდი გაქვს, მაგრამ ხშირად შენი ემოციური ფაქტორები ხელს გიშლის სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და სწორად რეაგირებაში, ხო? ხშირ შემთხვევაში შეიძლება შენი შიშებით არათვით დაჯერებულობა რაღაცა მომენტში ხელს გიშლიდეს სიტუაციურად მოქმედებაში. ასე რომ აქ იდეაში, აქ რასაც მიჩვენებს, საჭირო არის მეტი კონცენტრირება საკუთარ თავზე, მეტი, ასე ვთქვათ, მიზანდასახულობა და შედეგი არ დააყოვნებს. ზოგადად რჩევის სახითაც დამატებით ერთგვარი არ იყო უმოქმედო მდგომარეობაში. შენ თუ იქნები უმოქმედო პოზიციაში, ჩათვალე, რომ ყველაფერი დაკარგული არის, ყველაფერი ამაოების მაჩვენებელი არის, ხო? იმოქმედე, ნუ ხარ მიძინებულ მდგომარეობაში, მეტი აქტიურობა გმართებს და შემდეგ უკვე ყველაფერი შეიცვლება. და რა თქმა უნდა, კონკრეტულად ასე ვთქვათ, რჩევა შენთვის რაც არის, ეხლა არის კონკრეტულად ზუსტი დრო იმისთვის, რომ
ახლა არის საჭირო დრო იმისთვის, რომ იმოქმედო, ყოველთვის ყველაფერი იდეალურად შეიძლება არ იყოს და არ იყოს ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ საჭირო არის, რომ მოქმედება უკვე განახორციელო. გარისკე სიტუაციურად რომ მიიღოს შედეგი. რისკი უნდა იყოს გამართლებული, რისკი უნდა იყოს განსაზღვრული და ისე იმოქმედა. რეალურად შენ აი აქ რაც ვთქვი, ხო, უმოქმედო პოზიციის მდგომარეობიდან უნდა გადმოხვიდე და უფრო აქტიურ რეჟიმში უნდა გადახვიდე სიტუაციურად. ამას მიაღწია დიდი მნიშვნელობა. მოდით გადავიდეთ შემდეგ ვარიანტზე. რა არის შენი სულის მისია? ნახე, აქ ძალიან ბევრი მიმართულება შეიძლება იყოს ცხოვრებისეულად შენთვის და კონკრეტულ არჩევანს ვერ აკეთებდე და ვერ ღებულობდე. ჯერ პირველ რიგში უნდა გაიაზრო ის, შენ რა გჭირდება ამ ცხოვრებაში და რისი მოთხოვნილება გაქვს. თითქოს შენ ამ მომენტისთვის იმყოფები გზაჯვარედინის სიტუაციაზე, სადაც ხარ არჩევანის წინაშე საით წახვიდე, რა მიმართულებით წახვიდე, რა არის შენი, რა არ არის შენი. იდეაში ახლა აქ რასაც მიჩვენებს მიმართულება ძალიან ბევრი გაქვს, ერთი კონკრეტული არ არის, მაგრამ გჭირდება მეტი ჩამოყალიბება, რა განიჭებს შენ სიამოვნებას, რა არის შენი სასიკეთო საქმიანობა, შენი სიტუაცია, რაც შეიძლება რომ შენთვის სასარგებლო იყოს, ხო? ანუ იდეაში აქ პირდაპირ მნიშვნელობით უნდა იპოვო საკუთარი თავი. ერთი კონკრეტული ესე დააკისრებული მისია არ გაგაჩნია, მრავალმხრივი მიმართულებით შეიძლება წახვიდე, უბრალოდ შენთვის არის მნიშვნელოვანი არჩევის პოზიცია, გადაწყვეტილების მიღება. ძალიან მერყევი პოზიციის მაჩვენებელი ხარ და ხშირად შეიძლება შენივე მერყეობა, შენივე უარყოფითი სიტუაციების მომტანი იყოს. ხო, აქედან გამომდინარე, აქ პირდაპირ გჭირდება შენ რომ მეტად გაერკვა საკუთარ თავში, საერთოდ რა გინდა ამ ცხოვრებაში, ან რისი მოლოდინები გააქვს, ხო? გარკვეული კუთხით პირველმა სიტუაციამ კი გაქვს პასუხი, მაგრამ მაინც რამდენად ამუშავებ ამ ყველაფერს. იდეაში გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას, რომ მუშაობის პროცესი ისევ მიმდინარეობს, პატარ-პატარა მუშაობის თემები საკუთარ თავთან მიმართებაში გააქვს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ბოლომდე შეიძლება დაკმაყოფილების სიტუაციის მაჩვენებელი იყოს. ეცადე რომ გააკეთო გადაწყვეტილებები ისეთი კუთხით, რაც საკმაოდ კარგ შედეგებზე გაგიყვანს. თუ აქამდე არ იყავი დაკავებული ხელსაქმიანობის კუთხით, შენი ხელით არ აკეთებდი კონკრეტულ რაღაც საქმეს, საკმაოდ კარგად შეიძლება გამოგივიდეს ეს ყველაფერი ხელოვნების მიმართულებით, აი ეს რაღაცა კონკრეტული ხელით შექმნის მიმართულების კუთხით. აი ამაზე დაფიქრდი მეტად. რეალურად შენი მისია გარკვეული კუთხით შეიძლება ითქვას ცოდნის შეძენა და რაღაცა მომენტში ცოდნის გადაცემის პოზიცია. მთლად მასწავლებელს ვერ ვიტყოდი იდეაში, მაგრამ მსგავსი ტიპაჟი, ანუ ისწავლე და ასწავლე პირდაპირ მნიშვნელობით. აი რაღაცა უნდა გადასცე შთამომავლობას, უნდა დაუტოვო კონკრეტულად ადამიანს რაღაცა ისეთი, რაზეც დაყრდნობილი იქნება. ანუ რეალურად შენ მეტი მუშაობა გჭირდება. ეხლა არ აკეთებ იმას, რაც საჭირო არის ბოლომდე. მოდი ზოგადად რჩევის სახით შენთვის რა არის? განულების პოზიცია, გვერდზე გადადე ყველაფერი ის, რაც შენთვის ტოქსიკური არის, რაც არასაჭირო არის, რეალურად შენ უნდა ისწავლო სიტუაციების განულება, ისწავლო არასთქმა, როცა იტყვი არა, ის უნდა იყოს არა და შემდეგ შენ სიტყვას არ უნდა გადახვიდე სიტუაციური კუთხით, ხო? მეტად იყავი გამბედავი, მეტად იყავი ინიციატორი გარკვეული სახის სიტუაციებში და შესაბამისად შედეგიც ძალიან მალე მოვა. უბრალოდ შენი, ასე ვთქვათ, მინუსი შეიძლება ვთქვათ გარკვეული კუთხით არის ის, რომ ხშირად ვერ ყალიბდები და გადაწყვეტილებას ვერ ღებულობ და ზოგადად რჩევა შენთვის როგორი არის ასებულ სიტუაციაში. აქ რჩევის სახით რაც ამონდის, ყოველთვის მნიშვნელოვანი არის ადამიანის ცხოვრებაში, რომ შეცვალო რაღაცა გარკვეული სახის ცვლილებები. კი, ნათქვამი არის მდინარის საწინააღმდეგოდ ვერ იცურვებ, მაგრამ ამ შემთხვევაში პირდაპირ არის ნაჩვენები, რომ შენ გაქვს იმისი პოტენციალი, რომ იბრძოლო დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. ის რაც შეიძლება სხვებისთვის არ იყოს მართებული და არ იყოს სწორი, შენთვის შეიძლება მართებული იყოს. თუ რაღაცა კონკრეტულ მიზანს დაისახავ და იტყვი, რომ ეს მჭირდება, ეს უნდა გავაკეთო, მიყევი ბოლომდე მიზანს, უკან არ დაიხიო, იბრძოლო. ენერგია საკმაოდ დიდი გაქვს და გეყოფა იმისთვის, რომ დინების საწინააღმდეგოდ იბრძოლო. ასევე აქ რაც არის ნაჩვენები სიტუაციურად, თავარი არის, რომ შენ თვლიდე, რომ ეს სწორი არის, შენ ეს გჭირდებოდეს და ეს რა მიზანს ემსახურებოდეს განვითარების კუთხით. ხო, თუ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება განვითარების კუთხით ემსახურება მიზანს, ოკეი, თემა არის, შეგიძლია მიყვე ბოლომდე. თავარი არის, რომ მეტი სიმტკიცე გქონდეს და საკუთარ თავში არ გქონდეს მერყეობის თემები. აი ესეთი იყო არსებული ორი ვარიანტი, გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას ნახვამდის. პირადი კონსულტაციებისთვის მეკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე.